მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო. მოდით დღეს ინფორმაცია ავიღოთ ნაკადიდან, ვიკითხოთ თქვენი ენერგიები, თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა და იმის მიხედვით დავსვათ მერე ტაროსთან კითხვები. მოდით ვნახოთ ახლა თქვენი ენერგიები, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენი ენერგიები არის ძალიან გულნატკენი, გულგატეხილი ხართ, განიცდით ტკივილს, რაღაც მძიმე მდგომარეობა მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რის გამოც გაქვთ გული გატეხილი და ხართ არჩევნის მდგომარეობაში, გაქვთ შიშები ამ მდგომარეობიდან გამომდინარე. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ეხება უფრო გრძნობას, სიყვარულს, ურთიერთობას ეს მდგომარეობა. თუ თქვენ ახლა ხართ ამ მდგომარეობაში, გრძნობაში, ურთიერთობაში, ძალიან გულნატკენი, გაქვთ შიშები, გინდათ იყოს შიშები ამ ურთიერთობის დაკარგვის და ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, ვერ გამოდიხართ მდგომარეობიდან, თუ რა გზას დაადგეთ და როგორ იმოქმედოთ, განიცდით ძალიან დიდ გულის ტკივილს და თითქოს იცით რა არის, თქვენ აზრებში მოიაზრება ისიც, რომ სოციუმი რას იტყვის, თუ თქვენ გადადგავთ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს. ერთ სიტყვით გაქვთ ფიქრები, რომელიც გაშინებთ თქვენ. მოდით ახლა თუ თქვენი ენერგიები არის ასეთი, მაშინ დარჩით და გააგრძელეთ ყურება და მაშინ ვიკითხოთ, რა იქნება შემდეგ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ურთიერთობაში იქნება ისევ არჩევანი, ფიქრი, ურთიერთობა მინდა გითხრათ, რომ არ მიდის სწრაფად, ურთიერთობაში არ ხდება სწრაფი განვითარება, თქვენ ამ გულის ტკივილიდან გამომდინარე, უფრო იყურებით შორს და სახავთ გეგმებს, თუ როგორ იმოქმედოთ სწორად, კი თქვენ ემოციებზე მეტად ჩართავთ თქვენს გონებას, იმოქმედებთ ცივი გონებით, სადაც მოხდება თქვენი გამოღვიძება, მოხდება ძალიან დიდი ცვლილება, გამოცოცხლდებით, გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, სადაც თავს იგრძნობთ წარმატებულად და გამარჯვებულად და ურთიერთობაში იქნებით აღიარებული, დაფასებული, მაგრამ ამ გამარჯვებას მინდა გითხრათ, რომ არ მიაღწევთ თქვენ მარტო, თქვენ მხარში დაგიდგებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან გამოგიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. კი, ნამდვილად
ეს მდგომარეობა სრულდება, სადაც ხდება თქვენი ცივი გონებით მოქმედება, თქვენი გამოღვიძება, ცვლილება და ურთიერთობაში მოდის ადამიანისგან თქვენი აღიარება, დაფასება და წინსვლა. კი, ნამდვილად ხდება ურთიერთობის აღდგენა. მაშ ასე, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, მინდა იყოთ ყველანი ბედნიერები, გქონდეთ წყნარი და გალაგებული ურთიერთობა და თავს გრძნობდეთ ყოველთვის კარგად.